გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას. დღეს ვნახოთ გრძნობები თქვენს მიმართ ჩაფიქრებული პიროვნების. გვირილა მოვაწყოთ, დიდი ხანია ეს გვირილა არ გაგვიკეთებია. ერთი ნიუანსი არ დაგავიწყდეთ ჩემო კარგებო, არ წავიკითხავ წინა ისტორიას, სამ-სამი კარტი გავამზადე, მეც თუნდაც არ ვცადრადებს. წავიკითხავ იმას, რასაც დავინახავ, შეიძლება რაღაცა მინიშნებაც მიიღოთ, ან რაღაცა მოგვაწოდონ ინფორმაცია თქვენი ურთიერთობის შესახებ. და ვნახოთ რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ უყვარხართ თუ არ უყვარხართ. აირჩიეთ ვარიანტი, დაიმახსოვრეთ, მაგალითად დავიწყოთ აქედან პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე. 7 ფურცლიანი ყვავილი გამოგვივიდა გვირილა და დავიწყოთ მაშინ თქვენ ჩაიფიქრეთ, ინტუიციას ენდეთ, ბევრჯერ მისწავლებია როგორ უნდა აირჩიოთ, გააჩერეთ ვიდეო, დახუჭეთ თვალები, სამჯერ მაინც მინიმუმ ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. და გაახილეთ თვალი და რომელი ვარიანტიც მოგხვდებათ თვალში, დიდხანს ნუიფიქრებთ, აირჩიეთ ის. მაინც უსმინეთ ყველა ვარიანტს, რომ შეიძლება რაღაცა მინიშნებაც მივიღოთ. არ ვიცი, სად რადევს, აქედან გამომდინარე, რა გამოგვივა, ვნახოთ. პირველი ვარიანტი. რას გრძნობს ჩაფიქრებული პიროვნება, უყვარხართ თუ არ უყვარხართ. კი, ჩემო კარგებო, ძალიან უყვარხართ. ურთიერთობა არის ახალი დაწყებული თქვენ შორის, არის რაღაცა არჩევანის კი არა, მომენტი იმის თუ როგორ მოგიდგეთ, როგორ გასიამოვნოთ, ან რა ჭრის თქვენზე, ანუ წარმატებას როგორ მიაღწიოს თქვენს მიმართებაში ამ ადამიანმა, აი თქვენთან როგორ გაიმარჯვოს, როგორ მოგიპოვოთ, როგორ დაიპყროს თქვენი გული. შეიძლება რაღაცა დისტანცირებაც არის თქვენ შორის, არ ხვდებით, ან შეიძლება ფიზიკურად არის რაღაცა დისტანცია ისე რომ პირადი შეხვედრა არ გიხერხდებათ, კარტი გვეუბნება იმას, რომ ენატრებით ამ პიროვნებას, კი ნამდვილად აქვს გრძნობა თქვენს მიმართ. პირველი ვარიანტი. უყვარხართ, ჩემო კარგებო და მზად არის ვიღაც გაპუტოს კიდევაც თქვენს გამო. მეორე ვარიანტი. ჩემო კარგებო, სამწუხაროდ მეორე ვარიანტს ვერ გაგახარებთ, ამ ადამიანს არ აქვს თქვენს მიმართ გულწრფელი გრძნობა და ვინც ჩაიფიქრეთ, დააკვირდით და კარგად ყურადღებით მოსვენეთ იმას, ახლა რასაც გავაჟღერებთ, თუ კი გაკავშირებთ რაიმე სამსახურებრივი ურთიერთობა და თქვენზე რამეა დამოკიდებული, არ ვიცი, მის წინსვლაში, ან რაღაცა თანამდებობის მიღებაში, ან უბრალოდ გაიცანით ისეთ სიტუაციაში, რომ თქვენი დახმარება სჭირდებოდა, აქ უფრო მერკანტილური ინტერესი აკავშირებს ამ ადამიანს, ნელ-ნელა ნაბიჯ თავის მიზნის მიღწევას ცდილობს, ასე რომ თქვენი გამოყენება სურს და მეორე ვარიანტმა თუ კი ვერ ამოიცანით თქვენი თავი და არ გაკავშირებთ არანაირი სამსახურებრივი ურთიერთობა, არანაირი მატერიალური რაღაც კავშირი არ არის თქვენ შორის, მაშინ ვარიანტი არ აგირჩევიათ სწორად და უყურეთ სხვა ვარიანტს. მესამე, ვნახოთ. რა გითხრათ, ჩემო კარგებო, აქ ჩანს ადამიანს აქვს თქვენს მიმართ გრძნობები, მაგრამ ძალიან ცდილობს ამ გრძნობებს გაუმკლავდეს, რაღაც კონფლიქტია როგორც ჩანს თქვენ შორის, ან ინტერესების შეუთავსებლობა, რაღაცა შეხედულებების შეუთავსებლობა, სხვა რაღაც ყოფითი პრობლემები, შეიძლება ვიღაცების ჩარევები, არჩევანის გაკეთება უხდება ამ ადამიანს, რაღაც მიზეზების გამო გრძნობა აქვს, მაგრამ ძალიან ცდილობს ეს გრძნობა მოთოკოს, ასე რომ კითხვაზე უყვარხართ თუ არ უყვარხართ, კი უყვარხართ ამ ადამიანს, მაგრამ სხვა რაღაცე მიზეზების გამო ცდილობს დისტანცირებას და ხდება კონფლიქტები თქვენ შორის. მეოთხე ვარიანტი. სათვალავი თუ ამერია, ჩემო კარგებო, თქვენ ხო დაიმახსოვრეთ. მეოთხე ვარიანტი, რა გითხრათ, ჩემო კარგებო, უყვარხართ, არ უყვარხართ, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ორ ადამიანს უყვარხართ, ორ პიროვნებას, ორი პიროვნება გაინტერესებთ, ჩემო კარგებო, და
ერთთან ურთიერთობის დასრულება, შეიძლება დასრულდა და გამოჩნდა სხვა ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ მაინც გაინტერესებთ იმ პიროვნებას, ისე უყვარხართ თუ არა. ძალიან ცივი სიურპრიზი შემოგთავაზა მეოთხე ვარიანტმა, კითხვაზე რას გრძნობს თქვენს მიმართ. ცოტა ის არის, რა ქვია, ძუნწი ემოციებში, ვერ გამოხატავს ამ ემოციებს, მაგრამ გრძნობა თქვენს მიმართ ნამდვილად გააჩნია და მე მგონი ორი ადამიანი გაინტერესებთ და ორივეს უყვარხართ, ესე შემიძლია გითხრათ. მეხუთე ვარიანტი, ჩემო კარგებო, უყვარხართ თუ არა ამ ადამიანს, ამ პიროვნებას. ჩემო კარგებო, რაც შეეხება გრძნობას, გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი, ჩამოყალიბებული, აქ არის პაჟის სიყვარულზე ლაპარაკი, დასაწყისზე, შეიძლება ახალია ურთიერთობა, მაგრამ პირიქითაც შემიძლია ვივარაუდო, ადამიანი დაიღალა ქიშპობით, პრობლემებით, შეიძლება აი ამ მეხუთე ვარიანტშიც პრობლემა არის თქვენ შორის, წერტილი დაუსვით ურთიერთობას, არ ვიცი თქვენ დაიღალეთ თუ ის ადამიანი დაიღალა თქვენი ურთიერთობით, როგორც ჩანს არ მიდიოდა ურთიერთობა ისე მხავერდოვნად, ლამაზად, იყო რაღაც პრობლემები და გაინტერესებთ ისევ უყვარხართ თუ არა. აქვს ემოცია, მაგრამ ამას ძალიან დიდ სიყვარულს ვერ დავარქმევ. რაც აი სითბო, აი დასაწყისში როცა რაღაც ინტერესი გაგიჩნდება ადამიანს მის ხსენებაზე, გული აგიჩქროლდება და ასე შემდეგ, რაღაც პეპლები მუცელში, ხანდახან აქვს ესეთი ემოცია, მაგრამ ამას განსაკუთრებულად ეს დიდი სიყვარული არ ქვია. მეექვსე ვარიანტი, უყვარხართ, ძალიან უყვარხართ, ჩემო კარგებო. თქვენ ხართ მისი ახდენილი ოცნება, ესე ვიტყოდი, ცეცხლისრუიანი არის სურვილების ასრულების კარტი, არის ძალიან დიდი ვნება, ძალიან ძლიერი ლტოლოა თქვენს მიმართ, იმპერატორი და ეს უფროსი არკანი ზოგადად გვეუბნება ძალიან ძლიერ ემოციაზე, ძალიან ეგოისტურად უყვარხართ, აი საკუთრებად, ჩემი საკუთარია, ჩემია, აი ამ დამოკიდებულებით, შეიძლება ცოტა ეგოცენტრიზმსაც ავლენდეს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ბალანსის კარტი, პენტაკლების 6-იანიც მოყვება, გთვლით ზუსტად იმ წყვილად, აი ერთმანეთს რო ავსებს. ორი ადამიანი, ტოლსტორი, შესაფერისი, ფერიფერსაო, აი ესეთი პარტნიორად გთვლით და ძალიან ძლიერი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ და მეშვიდე ვარიანტი, ვნახოთ, აი აქ უთავბოლოდ არის შეყვარებული, უზომოდ, წყლისორიანი, წყლის მეფე, პირდაპირ აქ ემოციაზეა ლაპარაკი, აქ სიყვარულზეა ლაპარაკი და აქაც უფროსი არკანი, განკითხვის დღე, ამ კომბინაციაში გვაძლევს საშუალებას წავიკითხოთ ისე, როგორც კარმული წყვილი. და აი შეიძლება არ იყოს ძალიან დიდი ხნის დაწყებული თქვენი ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ მეხის გავარდნასავით ცამოწმენდილზე მოხდა აფეთქება ამ გრძნობების. მე როგორ წარიმართება, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა და სიყვარული, გაძლიერდება უფრო თუ განელდება, ეს სხვა თემაა, მაგრამ ამ მომენტისთვის თავდაყირაოდ დგას ყველაფერი, ისეთი ძლიერი ემოციები აქვს თქვენს მიმართ. შეიძლება ამბობს კიდევაც, რომ და უთქვია კიდევაც, რომ საერთოდ ჭკუიდან გადაიყვანეთ. ამაზეა ჩემო კარგებო ლაპარაკი, გისურვებთ ყველას გულწრფელ უპირობო სიყვარულს, ორმხრივ სიყვარულს, ისეთ, სადაც ურთიერთობა ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ერთგულებაზეა დამყარებული. მომავალ შეხვედრამდე.